მოგესალმებით. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიზანი ყოველთვის იყო ევროკავშირის ისე ცენტრალიზება, რომ წევრ ქვეყნებს სუვერენიტეტი მაქსიმალურად შემცირებოდათ. ამის ხარჯზე უნდა გაზრდილიყო ბრიუსელის როლი და მისი ძალაუფლება. შემდეგ ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების საშუალებით ბევრად უფრო მარტივი გახდებოდა ევროკავშირის მართვა და მისი რესურსების, გინდ პოლიტიკური და გინდ ეკონომიკური, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. გარკვეული პერიოდი ეს გეგმა წარმატებით მუშაობდა. გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის ფერხულში ევროკავშირის წევრი ქვეყნები თითქოს თანაბრად იყვნენ ჩართული, მაგრამ დარჩა ერთი მაგრამ. არალეგალური მიგრაცია, LGBT იდეოლოგია და სუვერენიტეტის დათმობის ვალდებულება უკვე ისეთ დონეზე მივიდა, რომ სამივე მერთობლიობაში ევროკავშირში შიდა ბზარები შექმნა. ეს შიდა ბზარები ჯერ მაინც და მაინც მკაფიოდ არ ჩანდა. ყველაფერი იმით იფუთებოდა, რომ ევროკავშირში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს. ამიტომ არაფერი არ შავდება თუ რომელიმე წევრი ქვეყანა გარკვეულ საკითხებში ბრიუსელის აზრს არ გაითვალისწინებს. მაგრამ უკრაინის ომმა ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა და აღმოჩნდა, რომ დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არა ბზარები, არამედ სერიოზული ნაპრალები არის გაჩენილი და ეს ყველაფერი შეიძლება შიდა დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. შეიძლება მივიღოთ გარკვეული კავშირის შიგნითაც. ეს ვარაუდებია, თუმცა ტენდენცია აშკარაა. ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნებმა და ანდრეი ბაბიშის გამარჯვებამ სერიოზული გარდატეხა მოიტანა ევროკავშირის შიდა პოლიტიკაში. ჩეხეთში სამი პარტია კოალიციის ფორმირებაზე უკვე შეთანხმდა. ბაბიშის პარტია ANO, პარტია თავისუფლება და პირდაპირმა დემოკრატიამ და პარტია ავტომობილისტებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც ჩეხეთის მომავალი მთავრობის პროგრამულ პრიორიტეტებს მოიცავს. რაც ყველაზე მთავარია, კოალიციური შეთანხმების პრიორიტეტებში მკაფიოდ არის დასახელებული ის პრინციპები, რაზეც წესით ჩეხეთის მომავალი კოალიცია და ბაბიშის პოლიტიკური ხაზი უნდა დადგეს. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელის დიქტატი უნდა დასრულდეს, ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა შეეშვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევას და თავისი პოლიტიკის სხვებისთვის თავს მოხვევას. თითქოს ამაში არც გასაკვირია რამე და არც უცნაური, მაგრამ დღევანდელი ევროკავშირისთვის და თავად ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს ცივი შხაპია. ეს ნიშნავს, რომ ანდრეი ბაბიში წინდაწინვე აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენის დაკრულზე სიარულს არ აპირებს. დიდი ალბათობით არც მის სამხედრო გეგმებს დაუჭერს მხარს და უკრაინის ომის მხარდაჭერაზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია. ეს გარკვეულწილად იმასაც ნიშნავს, რომ წესით ბაბიშის ხელისუფლება Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებასაც დაიწყებს. ამ მნიშვნელობით ანდრეი ბაბიში ევროსკეპტიკოსია. ბაბიშის ევროსკეპტიკოსობა გამოიხატება იმაში, რომ არ სურს უკრაინის გაუთავებელი დაფინანსება. ასევე აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა იქნება არალეგალური მიგრაციის მიმართაც. და რაც ძალიან საინტერესოა, საუბარია იმაზე, რომ უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, გამჭვირვალეები უნდა იყვნენ. ამისთვის კი საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება. ჩეხეთის შემოტრიალება ნიშნავს იმასაც, რომ ევროკავშირში ვიშეგრადის ჯგუფში ბალანსი ახლა ევროსკეპტიკოსების სასარგებლოდ შეიცვალა. ვიშეგრადის ჯგუფში 4 ქვეყანა შედის: ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი. ჯერჯერობით Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ასრულებს. თუმცა პოლონეთში კონსერვატორი პრეზიდენტის გამარჯვებამ ბალანსი მაინც შეცვალა. რაც შეეხება ვიქტორ ორბანსა და მის პოლიტიკას, მისი ვაშინგტონში ვიზიტი ბრიუსელის ბიუროკრატიისთვისა და ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უკვე ცივი შხაპიც აღარ იყო. ეს უკვე სილის გაწვნას ნიშნავდა. ვაშინგტონმა ბუდაპეშტი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა. ასევე სანქციებისგან გათავისუფლდა უნგრეთში მშენებარე ატომური ელექტროსადგური პაკშ-2. ამ სადგურს რუსული როსატომი აშენებს. 4 ბლოკი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, ახლა კი დამატებით 2 ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს. მოკლედ მოხდა ის, რაც ევრობიუროკრატიის ღამის კოშმარია. თურმე შესაძლებელი ყოფილა საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვა. მთავარია თუ რა დგას პირველ პლანზე, ქვეყნის ინტერესები თუ Deep State-ის დავალებების შესრულება. ამ სურათს დავუმატოთ რობერტ ფიცო და სლოვაკეთი, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ფონ დერ ლაიენი და ბრიუსელის ბიუროკრატია აკეთებს და მივიღებთ სურათს, რომელიც ბრიუსელის დიქტატისთვის ძალიან ავბედითად გამოიყურება. ანდრეი ბაბიშის კოალიციისა და ევროსკეპტიკოსების ტრიოს შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი.
ბრიუსელის ფსევდოლიბერალური დიქტატი წლებია, რაც ბოლო ხანის საბჭოთა ტოტალიტარიზმს ემსგავსება. ანუ ერთი აზრის დიქტატი ეკონომიკური კრიზისის ფონზე. წლებია, რაც Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს ღალატობს. პასუხად კი ევროპელი ხალხი უფრო და უფრო მარჯვნივ იხრება. რიგითი ევროპელების განწყობები, რომ ბრიუსელის არსებულ პოლიტიკასთან მკვეთრ წინააღმდეგობაშია, ჯერ კიდევ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც მემარჯვენეებმა ევროპის მასშტაბით ისტორიულად მაღალი შედეგი მიიღეს. გუშინ ჩვენ ვიყავით ერეტიკოსები, დღეს ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ მომავალი. გარდა ევროპარლამენტში მიღწეული წარმატებისა, ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებშიც ის პოლიტიკური ჯგუფები ზრდიან რეიტინგს და იმარჯვებენ, ვინც გლობალისტური დღის წესრიგის ნაცვლად სუვერენიტეტს ირჩევს, ომის მხარდაჭერის ნაცვლად მშვიდობას და განვითარებას, ბრიუსელის ნაკარნახევი პოლიტიკის ნაცვლად ეროვნულ პოლიტიკას. შედეგად სლოვაკეთში მემარჯვენე რობერტ ფიცომ გაიმარჯვა, ავსტრიაში ჰერბერტ კიკლმა, პოლონეთში პრეზიდენტად მემარჯვენე კაროლ ნავროცკი აირჩიეს. გერმანიაში ყველაზე პოპულარულ პარტიას მემარჯვენე AfD წარმოადგენს. საფრანგეთში მაკრონის რეიტინგი 11%-მდე დაეცა, მაშინ როცა მემარჯვენე ლეპენის პარტია ლიდერობს. ბოლოს კი ჩეხეთში მემარჯვენე ანდრეი ბაბიში იმარჯვებს და კოალიციას ქმნის. მისმა პარტიამ ლიდერობა მოიპოვა. მისი წინასაარჩევნო გზავნილები კი საკმაოდ მკაფიო და ნათელი იყო. მოძრაობა ანოს აქვს ცოდნა და გამოცდილება იმისა, რომ ევროკავშირში წევრობა პირველ რიგში ჩეხი მოქალაქეების და ჩეხეთის რესპუბლიკის ინტერესებისთვის ბრძოლას ნიშნავდეს. ეს არის დაცვა იმ აბსურდული რეგულაციებისგან, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის. ბაბიშმა გაიმარჯვა, 35%-მა კი უპირატესობა მას მიანიჭა შეექმნა კოალიციური მთავრობა. გამარჯვების შემდეგ მისი მთავარი გზავნილები იყო ეროვნულობა, სუვერენიტეტი, მშვიდობა. ჩვენ ბრიუსელს ვაჩვენეთ, რომ ჩეხები თავად აზროვნებენ. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მშვიდობა, ჩვენი მომავალი. ბაბიშის გამარჯვება არ ნიშნავს ცვლილებებს მხოლოდ ჩეხეთში, არამედ ეს ახალი ბიძგია ცენტრალური ევროპის პოლიტიკისთვისაც, რადგან ძლიერდება ბრიუსელის დიქტატის მოწინააღმდეგეთა ფლანგი. საინტერესო დეტალია, რომ ბაბიშმა 2023 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ვერ მოახერხა და ბრიუსელის დიქტატს დამორჩილებულ პეტრ პაველთან დამარცხდა, რომელსაც ევროპის სახალხო პარტია ღიად ლობირებდა. მეტიც, მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ბაბიშზე მაშინ პირდაპირ და მოურიდებლად ამბობდა. ევროპულ დონეზე ბაბიშს არავინ ელოდება, არავინ. ის აღიქმება როგორც ადამიანი, რომელსაც უჭირს საკუთარი ბიზნესი ინტერესებისა და სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნა. ეს ჩემი აზრით აშკარაა. ის ვიქტორ ორბანის მოკავშირეა. თუ ასე შეიძლება ითქვას, პუტინის მეგობარი ორბანისა. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს გვესმის და აღვიქვამთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბაბიშს არავინ ელოდება. მიხარია, რომ მეორე კანდიდატმა პეტრ პაველმა შესანიშნავი მუშაობა აჩვენა. მე და ჩემი კოლეგები მხარს ვუჭერთ კანდიდატ პეტრ პაველს მეორე ტურის არჩევნებში. თუმცა გავიდა დრო და ჩეხმა ხალხმა ხელისუფლებაში ბაბიშის დაბრუნებით უარი თქვა ბრიუსელის დიქტატზე და აირჩია კანდიდატი, რომლის ხედვის ცენტრშიც მხოლოდ ჩეხეთი დგას და არა გარედან მოსული დირექტივები. ახლა ბრიუსელის ბიუროკრატიას მოუწევს გაერთიანების შიგნით კიდევ ერთი განსხვავებული ხმის მოსმენა, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე და პრაგმატიზმზე, რასაც უკვე მოჰყვა სხვადასხვა გამოვლინებები. მაგალითად, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა, თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტიიდან ტომიო ოკამურამ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ფრიალებს. გამარჯვებული პარტია ანოს ვიცე-თავმჯდომარემ კარელ ჰავლიჩეკმა კი განმარტა. მე იმაზარზე ვარ, რომ უკრაინის დროშები საჯარო ინსტიტუციებიდან ნელ-ნელა უნდა მოიხსნას. ამაში არაფერს ვხედავ ცუდს. საომარი კონფლიქტის მეორე მხარეს არ ვართ. გაიარეთ ევროპაში, ვერ ნახავთ ამდენ დროშას. ეს არ არის საგარეო პოლიტიკის ცვლილება. ეს დროშები სოლიდარობის სიმბოლური აქტი იყო. სხვათა შორის თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ დროშებს დიდი ემოციები ახლავს. დროშების დრო უკვე ამოიწურა. გარდა ამისა, ჩეხეთის ახალმა მმართველმა კოალიციამ პოლიტიკური გეგმაც შეათანხმა, სადაც საკვანძო ადგილი მიენიჭა სუვერენიტეტის განმტკიცებას, რისი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტიც უცხოური დაფინანსების კონტროლია. ჩეხეთი აპირებს შექმნას ქვეყნის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრი, რათა გამჭვირვალე იყოს უცხოეთიდან ჩეხეთში შესული დაფინანსება. მსგავსი ამბიციური გეგმების გამო ცხადია ბაბიშის წინააღმდეგ მაშინვე ამოიქოქა პროპაგანდა, რომელიც Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის განწყობების ანარეკლს წარმოადგენს.
მოკავშირეები შიშობენ, რომ თქვენი არჩევა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩეხეთი ევროკავშირის და ნატოს ნაკლებად სანდო პარტნიორი გახდება. არა, თქვენი პრობლემა ისაა, რომ თქვენ უბრალოდ ჩეხი ჟურნალისტების ტყუილებს იმეორებთ. ჩვენ მკაფიოდ ვართ ორიენტირებულები ჩეხეთის რესპუბლიკაზე. ჩვენ აქ ვართ ჩეხეთში და ყოველთვის ვიყავით ძალიან საიმედო პარტნიორი. ჩვენ ვართ მოძრაობა პატრიოტები ევროპისათვის და გვინდა რომ შემდეგ არჩევნებში მოვიგოთ, რადგან ევროპა იტანჯება. ევროპა აღარ არის კონკურენტუნარიანი. ენერგიის ფასები ძალიან მაღალია და ასე შემდეგ. არა ომს. ევროპა ეკონომიკურ კრიზისშია. უკონტროლო მიგრაცია პრობლემაა. ბრიუსელის ბრძანებების დრო დასრულდა. სუვერენული ქვეყანა ვართ. ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედებთ. ეს არის გზავნილები, რაც გარედან მართულ ევრობიუროკრატიას ყველაზე მეტად აშინებს და აბრაზებს. ისინი განსხვავებული აზრის მქონე ლიდერებს ებრძვიან, მაგრამ ეს განსხვავებული ხმა უკვე საკმაოდ ხმამაღლა ისმის. და სწორედ ამის გამოხატულებაა ევროპარლამენტში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის, რომელიც სიდიდით მესამე ჯგუფია და მემარჯვენე პარტიებს აერთიანებს. მათგან კი უკვე 4 ქვეყანაში ეს პარტიები ხელისუფლებაში არიან: ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. თუმცა ევროგაერთიანების შიგნით მომძლავრებულ განსხვავებულ აზრს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჩეხეთში გამარჯვებულმა ბაბიშმა იმით მიანიჭა, რომ შესაძლებელი გახადა ვიშეგრადის 4-ეულის ნაწილობრივი აღდგენა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტს სურს ძალების გაერთიანება რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ბრიუსელში უფრო ძლიერი საერთო ხმა შეიქმნას. ვფიქრობ, ეს მოხდება და სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება. ვიშეგრადის 4-ეული უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის და პოლონეთისგან შედგება. თუმცა ეს უკანასკნელი დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობის პოლიტიკის გამო ბრიუსელის ევრობიუროკრატიის ნაწილს მეტად წარმოადგენს. შესაბამისად, სრულად ჩართულია ევროკომისიიდან წამოსული დირექტივების შესრულებაში. თუმცა მემარჯვენე პარტიებისთვის და ვიშეგრადის აღდგენის მხარდამჭერთათვის სასურველი სიგნალები პოლონეთიდანაც ისმის. პოლონეთის ახალ პრეზიდენტად კაროლ ნავროცკი აირჩიეს, რომელსაც ზურგს მემარჯვენე კონსერვატიული პარტია, კანონი და სამართალი უმაგრებს. ნავროცკი კი აძლიერებს ურთიერთობებს უნგრეთთან და ვიშეგრადის ჯგუფთან. ამავდროულად კი ეჭვქვეშ აყენებს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ლიბერალური მთავრობის პროევროპულ პოლიტიკას. უნგრეთი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ წინ სერიოზული ამოცანებია, მათ შორის ვიშეგრადის ჯგუფის გამყარება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვან ფორმატად იქცევა. აგრეთვე ნატოს აღმოსავლეთი ფლანგისა და ბუქარესტის ცხრიანი სამხედრო ალიანსის გაძლიერება. ტუსკის მმართველობის პერიოდში ვიშეგრადის ჯგუფი ფაქტობრივად მეორე ხარისხოვან როლში აღმოჩნდა, ხოლო ნავროცკი მიზნად ისახავს მისი გავლენის აღდგენას, როგორც ბალანსის მექანიზმისა ბრიუსელის ერთი აზრის დიქტატის შესაზღუდად. ფაქტია, რომ დღეს ერთი მხრივ ომის ფონზე, მეორე მხრივ კი ევრობიუროკრატიის დიქტატის კვალდაკვალ, რომელიც არნახულ პრობლემებს უქმნის ევროპულ ეკონომიკას შეზღუდვებითა და სანქციების პოლიტიკით, სუვერენული ქვეყნები ეროვნული ინტერესებით მოქმედების გამო მძიმე ფასს იხდიან. თუმცა მიუხედავად ამ ფასისა, პრაგმატული პოლიტიკა მათთვის არათუ განვითარების, არამედ უკვე გადარჩენის ერთადერთი გზაა, რისი გამოხატულებაც ვიქტორ ორბანის ვიზიტი იყო შტატებში, მას შემდეგ რაც ამერიკამ რუსეთის ნავთობ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ჩვენ ამას განვიხილავთ, რადგან მისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა რეგიონებიდან მიღება. როგორც იცით, მათ არ აქვთ ზღვის უპირატესობა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ მათ არ აქვთ ზღვა და პორტები. ამიტომ მათ რთული პრობლემა აქვთ. სხვათა შორის არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს. მაგრამ როდესაც უყურებთ, რა მოხდა ევროპაში, ამ ქვეყნების უმეტესობას ეს პრობლემები არ აქვს და ისინი დიდი რაოდენობით ნავთობსა და გაზს ყიდულობენ რუსეთისგან. უნგრეთი სხვა მდგომარეობაშია. დღევანდელი დღის ერთ-ერთი საკითხი იქნება ნათლად ახსნა, თუ რა შედეგები მოყვება უნგრეთის ხალხისთვის და უნგრეთის ეკონომიკისთვის ნავთობისა და გაზის რუსეთიდან არ მიღებას, რადგან ჩვენ მილსადენებით ვმარაგდებით. მილსადენი არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი, ეს ფიზიკური რეალობაა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სპორტი ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტმა ახსნა. ამიტომ ამ საკითხზე მოლაპარაკებას გავმართავთ, სხვათა შორის ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატია ეწინააღმდეგება რუსეთიდან ენერგომატარებლების მიღებას, უნგრეთის ეკონომიკისთვის მას ალტერნატივა არ აქვს. შედეგად ვიქტორ ორბანმა საკუთარი ეკონომიკის და შესაბამისად უნგრელი ხალხისთვის შტატებთან ბრიუსელის გვერდისავლით დადო შეთანხმება. მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრისა დონალდ ტრამპსა და ვიქტორ ორბანს შორის. ამერიკამ უნგრეთს ნავთობსა და გაზზე სანქციებისგან სრული და შეუზღუდავი გათავისუფლება მიანიჭა.
სწორედ ასე მუშაობს პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესები, რაც Deep State-ისგან მართული ბრიუსელის დოქტრინას სრულად ეწინააღმდეგება. მათ არ სურთ გაერთიანებაში ეგრეთ წოდებული ურჩი წევრები, რომლებიც უპირატესობას სუვერენიტეტს ანიჭებენ და არა ევროკომისიიდან წამოსულ დირექტივებს, რაც უფრო და უფრო ემსგავსება საბჭოთა ავტორიტარიზმს, რომელიც ყველაზე უკეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ვარშავის პაქტის ქვეყნებს ახსოვთ. აღმოსავლეთ გერმანიაში ანუ GDR-ში ყველაზე პოპულარული პარტიის AfD-ს მხარდამჭერმა ერთ-ერთ აქციაზე პირდაპირ თქვა: ჩვენ ცხოვრობდით კომუნიზმის დროს, როდესაც ყოველთვის გვეუბნებოდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და ახლაც იგივე ხდება ბრიუსელიდან. თუმცა როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ბრიუსელის ერთი აზრის დიქტატი ბოლო პერიოდის საბჭოთა კავშირს ემსგავსება. ბოლო ხანებში საბჭოთა კავშირსაც ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა. მისი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ კი წევრ სახელმწიფოებში უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობდნენ. როგორც ახლა, Deep State-ისგან მართულ ევროკავშირში ვიშეგრადის ოთხეული და არა მხოლოდ. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ პრინციპების რენესანსი. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც თავის ფესვებს დაუბრუნდება. ერთთანამეგობრობა და არა ზეეროვნული ერთეული. კავშირი, სადაც თავისუფლება ნიშნავს არჩევანს ბაზრებზე, სიტყვაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ევროპა უნდა დავიბრუნოთ არა გარეშე პირებისგან, არამედ შიდა პირებისგან, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ევროპა არის არა მხოლოდ ბრიუსელი, არამედ პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა მოისმინონ. ეს ერების უფლებაა, თავად მართონ საკუთარი თავი. მე ვიქნები მათი ხმა, ვისაც სჯერა სუვერენული პოლონეთის, რომელიც ევროკავშირის ნაწილია, მაგრამ მის მიერ არ არის მართული. მე მხარს დავუჭერ დიპლომატიურ ურთიერთობებს ევროკავშირში, მაგრამ არასდროს დავეთანხმები ევროკავშირის მიერ პოლონეთისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ევროპულ ხელშეკრულებებში. მე ვისაუბრებ იმ ხალხის სახელით, ვინც სუვერენიტეტს ეძებს. რაც დღეს ევროპას სჭირდება, ეს არის სიმართლე. რაც ევროპას დღეს კიდევ უფრო სჭირდება, ეს არის ასართა მრავალფეროვნება და მისი პატივისცემა. მხოლოდ ერთი სწორი აზრის პოლიტიკა. გვანგრევს და სერიოზული შედეგები მოჰყვება. თუ ამ დინების საწინააღმდეგოდ წახვალ, გარიყული და დასჯილი ხარ. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ რა არის ევროკავშირი და რა არის ბრიუსელი. ისინი ჩვენი მომსახურე პერსონალია, რადგან ევროკავშირი არ არის ბრიუსელი და ევროპული ინსტიტუტები. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სუვერენული წევრი სახელმწიფოები შეადგენენ, ამგვარად ევროკავშირის პოლიტიკური ცენტრი ბრიუსელი უნდა იყოს მომსახურების ცენტრი იმ წევრებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სახელით ცნობილი ერების ალიანსია. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვინც კომისიას ხელმძღვანელობს, ბიუროკრატია, რომელსაც მე ვუხდი, ასე რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ის უნგრეთის ბოსივით მოიქცეს. ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ. ასე რომ ევროკავშირში ვხედავთ, რომ განწყობები ნელა თუმცა იცვლება. უფრო და უფრო მეტ ადამიანს აღარ მოსწონს ევრობიუროკრატიის მიერ მართული კავშირი. ხალხში ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაბრუნების მოთხოვნილებაა, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემასა და თანამშრომლობაზე იყო დამყარებული, ნაცვლად ერთი აზრის დიქტატისა. ეს თითქოს გამოფხიზლების ახალი ტალღაა, სადაც გარედან მართული ევრობიუროკრატიის პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისგან, უკონტროლო მიგრაციისგან, ტრადიციული ღირებულებების სტერილიზაციისგან და ომისგან დაღლილი ევროპელები მემარჯვენე პარტიებს პოპულისტებად კი არა, გადარჩენის ერთადერთ იმედად მიიჩნევენ. ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ბაბიშის მთავრობა და როგორი სახე ექნება პარლამენტში კოალიციურ უმრავლესობას, მაგრამ ნათელია, რომ ბრიუსელს ახალი თავის სატკივარი გაუჩნდება ანდრეი ბაბიშის სახით. ანდრეი ბაბიშის, ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს სახით უკვე შესაძლებელი იქნება ისეთი პოლიტიკური ტრიოს მიღება, რომელთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება ბრიუსელს. პირველ რიგში უკრაინის საკითხებისა და არალეგალური მიგრაციის პოლიტიკის კუთხით. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.